როგორი იქნებოდა სამყარო TikTok-ის კომენტარებს ადამიანები რეალურ ცხოვრებაში რომ ეუბნებოდნენ ერთმანეთს? აუ რას გავხარ? მარცხენა თვალი უფრო დიდი გაქვს. წოდ გავამყვები. წადი თავი მოიკალი. საშინლად მეტყველებ. ადამიანებს იმდენი გამბედაობა და სითაუხედა რომ მქონდეთ, რომ ასეთი კომენტარები ერთმანეთს პირისპირ უთხრან, ალბათ უდიდეს ქაოსში ვიცხოვრებდით. მაგრამ თუ ასეთ საშინელ შეძახილებს ყოველდღე ქუჩაში არ ვისმენთ, მაშინ რატომ ხდება ეს სოციალურ ქსელებში? სოციალურ ქსელში ნეგატიური კომენტარის დაწერა უმარტივესია. სულ 3 ინგრედიენტი გჭირდება: ყალბი პროფილი, ინტერნეტთან კავშირი და რაიმე ტიპის ნეგატიური ემოცია, მაგალითად შური. ნეგატიური კომენტარების დიდი ნაწილი ჯანსაღი კრიტიკა არ არის. ეს ადამიანის დაცინვის და ბულინგის მცდელობაა. ამ კომენტარების ავტორებს ავიწყდებათ, რომ იმ ფოტოებისა და ვიდეოების უკან, რომელსაც სოციალურ ქსელებში ხედავენ, რეალური ადამიანებით განან, რეალური გრძნობებით, კომპლექსებითა და ემოციებით. ხშირად ნეგატიური კომენტარების ავტორების მიზანია თავი ცუდად გაგრძნობინონ და ამის ხარჯზე თვითონ იგრძნონ თავი კარგად. სიტყვებს იმაზე დიდი ძალა აქვს, ვიდრე ჩვენ გონია. ნეგატიური კომენტარების სიტყვებია. ასე რომ შემდეგში სანამ ნეგატიურ კომენტარს დაწერთ, წარმოიდგინე რა მოხდებოდა თუ როლები შეიცვლებოდა. რა მოხდებოდა თუ ვინმე შენ დაგიწერდა მსგავს კომენტარს. მაგრამ თუ სოციალურ ქსელებში ფოტოებს ან ვიდეოებს აქვეყნებ, უნდა იცოდე, რომ უცხო ხალხი შენზე აუცილებლად გაიჩენს აზრს. ეს აზრი შეიძლება ცუდის იყოს და კარგიც. ამიტომ ამისთვის მზად იყავი და ნეგატივი ნუ გაგაჩერებს.